გაგვემარჯოს ჩვენ ვისაც ძლიერ გვყვარს ლიტერატურა და გიბრუნდებით ჭარომჯარომის სამი ყაზახი ნავში მეხუთე თავით. მეხუთე ვიდეო. ხო, მინდოდა კიდე მეთქვა რომ პრაქტიკულად იმ მასალის თითქმის სრული ნაწილი რასაც ბავშვებთან ვამუშავებ, სტატიები და ასე შემდეგ, დავდე WordPress-ის უფასო საიტზე. მე როცა გავაკეთე, მაშინ უფასო ახლა ცოტა უფრო რთულია. ანუ აქვე დავდე ეს სამი ყაზახი ნავში, თაღოთ პირველი თავი ღია სანახავად და შემდეგ უბრალოდ უფასო გამოწერა დაგჭირდებათ ხო subscription. უბრალოდ უნდა გამოიწეროთ გვერდი, ესეც იმიტომ რომ WordPress-მა არ გამიუქმოს, არ ვიცი რა ისექნებათ ყოველ შემთხვევაში გამოწერების რაოდენობა რაღაცას ნიშნავს ალბათ იმისთვის რომ გვერდი არ გაუქმონ და ასევე სხვა სტატიებიც, ანუ სტატიების რაღაც ნაწილი ღია ყველასთვის და რაღაც ნაწილი რომ ნახოთ უნდა გამოიწეროთ. ხო, ახლა კიდე ახლა დამავიწყდა როგორ უნდა მომძებნოთ writer ინგლისურად WRITER 000 ანუ writer 3 ან my world writer მაგრამ უფრო მგონი writer 000 მომძებნით უბრალოდ Google-ის საძებო სისტემაში რა ჩაწეროთ. ხო, რაც შეეხება იმას, რომ მე მქონია ბევრი შემთხვევები, პრაქტიკულად მეტი შემთხვევები არც მქონია, როცა ვცდილობ ხოლმე საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ფართო საგანმანათლებლო აუდიტორიას მივწვდე, რომ ძირითადად მიკავშირდებიან, რომ აი საკურსოს ხო არ დამიწერან, ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ მე დამიწერია ვიღაცისთვის თემა და მე იმაში მოკლედ ეს ინტელექტუალური საკუთრების მითვისება ჰომო სოვიეტიკუსთვის და პოსტსაბჭოთა რეჟიმისში დაბადებული ადამიანებისათვის ისეთივე ბუნებრივი რაღაცაა, როგორც არ ვიცი მე, როგორც ქურდობადაც ართლიან, ხო, წიგნი რომ მოგყარონ, უფრო დიდი რეაქცია გექნება, ვიდრე ინტელექტუალური საკუთრება რომ მოგყარონ. რაღაც მომენტში ალბათ ეს იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ინტელექტუალური საკუთრება როგორც ესეთი არ არსებობს, ხო, ადამიანს ერთი დიდი ცნობიერებაა, რომელშიც ვართვებით ყველანი და ვიღებთ, ვთქვათ, როგორც აკაკი იძახდა ხო, რომ გარემოების საყვირი ვარო და შუამავალიზაციასა და მიწას შორისო. ანუ არ შეიძლება იფიქრო, რომ აზრები, ფიქრები, განცდები მხოლოდ შენია და მხოლოდ შენი იმით მოიპოვე. ესე არ არის, მე ვფიქრობ, ადამიანი რაღაც ანტენასავითაა და იჭერს ამ ყველაფერს. მაგრამ მეორე მხრივ, თუ მოინდომებთ, რომ ამ სტატიებიდან პირდაპირ გადაიტანოთ რაღაცები, იმათთვის ლაპარაკობთ შეიძლება გამოჩნდეს ესეთი და ვაფრთხილებ. შეიძლება ამან უფრო მეტი დაგიშავოთ, ვიდრე გაგიკეთოთ, იმიტომ რომ როდესაც კითხულობ სტატიას იაზებ რაღაცას, მიზეზს პოულობ ნათლად აყალიბებ ლოგიკურად აკავშირებ შენ საკუთარ გამოცდილებასთან და მე მიგაქვს, ეს უკვე ქურდობა აღარ არის, ეგ შენია. ანუ რასაც გაიაზრებ და შენ ქურაში გაატარებ, ყველაფერი შენია, იმიტომ რომ იგივე არ არის, არავითარ შემთხვევაში იგივე არ არის. აბსოლუტურად ყოველთვის იცვლის ფერს, ყოველთვის სხვა სიტყვებით წერ, ყოველთვის რაღაც ახალ ფერს უმატებ და ეს უკვე შენია. მაგრამ როდესაც ადგები და უბრალოდ copy paste-ით გადაიტან რაღაცას, რომლის არც მიზეზი გესმის, არც დანიშნულება, არც კავშირი არაფერთან, ანუ ჩემი სტატიების შემთხვევაში და აზრების შემთხვევაში ძალიან ცუდ სამსახურს გაგიწევთ, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ასე არ ფიქრობენ, არ აზროვნებენ, ეს მათთვის უცხოა, თქვენ ვერ ახსნით, რატო დაწერეთ ეს და შეიძლება ძალიან დაბალი ქულა მიიღოთ, ან შეიძლება შარში გაეხვით. ან შეიძლება პლაგიატშიც კი დაგდომბრალი, ასე რომ ფრთხილად იყავით. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ადამიანმა ინტელექტუალურ საკუთრებაზე ილაპარაკოს და თითი იშვიროს, რომ ჩემი ფოტოა, ჩემი სტატია, ჩემი აზრია და დააფასეთ, ყველაზე დიდი სიგიჟეა, რაც შეიძლება გააკეთო. პირიქით ძალიან გამიხარდება თუ რაღაცას ნათელს მონახავთ ამ სტატიებში, თუ წაიღებთ, თუ გადაამრავლებთ, თუ ტალანტს გაამრავლებთ, ასე ვთქვათ. მე ვცდილობ
ღვთისმოცემული ტალანტი, ანუ აზრი, ფიქრი, ემოცია გამომრავლო და თქვენს თუ გამრავლებს ძალიან კარგი იქნება. ხო, ისიც შეიძლება რომ მთელი ეს ამბავი მხოლოდ ჩემი ნერვებისთვის არა საჭირო და ჩემი თერაპიის ნაწილია, ასე ვთქვათ, მაგრამ ასე თუ ისეა. ჯერჯერობით ენერგია მაქვს. მოკლედ, ვაგრძელებ 3 ყაძახი ნავში. მეხუთე თავი. ხო, კიდე ის მინდა და მეთქვა, რომ თუ შეჩამოსული ქართველი ტურისტები, შიდა ტურისტები, ხო ანაგვიანებენ ყველაფერს და წელს მირგველას ტერიტორია ისე იყო დანაგვიანებული, რომ რეინჯერებს მოუწიათ დალაგება და ეხლა ადრეს იყო გეგმაში და ეხლა კიდე უფრო დადგა იმის საჭიროება, რომ საკემპინგო ადგილები შეიქმნას, რომელშიც იქნება ვთქვათ მოწესრიგებული ეს ნაგავი და ასე შემდეგ და აქ ღამის გათევა იღირება რაღაც მინიმალური საფასური და დაევალებათ შიდა ტურისტებს, რომ აქ გაათინოყამენ და სხვაგან არა. თუმცა ამას ძალიან ცხადად აპროტესტებენ ეს ჩვენ თანამემამულეები, რა ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ის ხო რაღაც მცირე მინიმალურია, ხო, ანუ გამოდის ეგოს ეხება, როგორმე ჩემ ქვეყანაში ფულს მახდევინებ, ანუ ჩემ ქვეყნის მიწაზე რო ფეხი დავდგა ფულს მახდევინებ, ანუ ასე უყურებენ. და სინამდვილეში ხო უნდა დაფიქრდა, რომ სადაც არ უნდა გაიარო და მით უმეტეს როცა ასეთ უნიკალურ გარემოში ამოდიხარ, როგორც თუშეთია, რომელიც ძალიან ფაქიზი ეკოსისტემაა და შეიძლება ძალიან ადვილად დაირღვეს, ხო უნდა იფიქრო, რომ შეინახო ეს ასე ვთქვათ, სიკეთე, ხო, სიმდიდრე და რომ შეინახო დღესდღეობით, ანუ რაღაცა მცირე წვლილი გაიღო და მცირე წვლილი ნიშნავს მონეტარულ სისტემაში, რომ ფული გადაიხადო, ხო? ანუ რა არის ამაში ცუდი? ანუ არ დაანაგვიანო და პირიქით იზრუნო იმაზე, რომ რაღაც თუშეთის განვითარების ფონდი იყოს, სადაც შენი ფული ჩაირიცხება და სადაც გეცოდინება რას მოხმარდება მერე ეს. ხო, შეგიძლია არა მარტო ფული ჩაირიცხო, არამედ დაინტერესდე ამ ორგანიზაციით, თვალყური ადევნო, შესწორებები შეიტანო, შენი აზრები გაუზიარო, ხო? თუმცა რავი, საცალია ხა მე მაგისთვის. ხო, ეს ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა. ხო, ეს მინდა მეთქვა და ახლა დავიწყებ. თავი მეხუთე. მეორე დილით მისის პაპეტმა გამაღვიძა. სე, იცით რომ 9 საათია, მკითხა მან. რის 9? წამოვიძახე მე და წამოვხდი. საათის 9. წაისისინა მან გასაღების ჭუჭრუტანიდან. ვიფიქრე მეტის მეტი ხომ არ მოგდიოდათ. ჰარისი გავაღვიძე და ვუთხარი 9 საათია მეთქი. მე კი მეგონა 6-ზე უნდა გაგოღვიძა, თქვა მან. ხო, ეგრეა, უპასუხე მე. მერე, რატომ არ გამაღვიძე გაბრას და ის? ახლა 12-ზე გამოვახერხებ მდინარეზე გასვლას. საერთოდ რისთვის ირჩებოდი? წოლილიყავი ასე საღამომდე. ხო, უპასუხე მე, ბედი ქონია რომ მე მაინც გამეღვიძა 9-ზე. თორემ 2 კვირა ფეხქაუნძრევლად იწვებოდი აქ დათვივით. შემდეგი რამდენიმე წუთი ამ განწყობით ვეკინკლავებოდით ერთმანეთს. რომ ჯორჯის გამომწოხრინვას არ შევეკრთეთ. ახლა გაგვახსენდა საერთოდ მისი არსებობა. და აი, აქ იწვა კაცი, რომელსაც უნდოდა სცოდნოდა რომელ საათს გავეღვიძებინეთ. იწვა გულაღმა ზურგზე, პირღია და მუხლებში მოხრილი ფეხებით. არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ მე რომ ფეხზე ვარ და სხვას მძინარეს ვუყურებ, სულიერ წონასწორობას ვკარგავ. ძირფესვიანად ვძრავს იმის დანახვა, თუ როგორ ფლანგავს ადამიანის სიცოცხლის უძვირფასეს საათებს. აღარასოდეს რომ არ დაბრუნდება. უბრალოდ ძილში. და აი ჩემი ორი თვალით ვხედავდი, როგორ ატანდა სიზარმაცის საშინელ ტალღას დროის შეუფასებელ საჩუქარს ჯორჯი. მისი ძვირფასი სიცოცხლე, რომლის ყოველი წამისთვის მერე პასუხისგება მოუწევდა, ხელიდან უსხლტებოდა, გამოუყენებელი. ხომ შეიძლებოდა უკვე ფეხზე ყოფილიყო, მაშინ ხომ პირი გამოტენილი ექნებოდა კვერცხით და ლორით, ძაღლს შეუჩუჩხუნებდა და გაეთამაშებოდა. ახლა კი მკვდარივით გაშხლართულიყო და სულის მომაკვდინებელ თავდავიწყებას მისცემოდა. ამის გაცლება შეუძლებელი იყო. მე და ჰარის ერთდროულად გაგვიოლვა ამ აზრმა თავში. ორივე მტკიცედ გადავწყვიტეთ ჯორჯი გადაგვერჩინა და ამ კეთილშობილური განზრახვით წამონთებულებს სულ დაგვავიწყდა რაზე ვდაობდით. ქორებივით დავაფრინდით, საბანი გადავაძრეთ, ჰარისმა ჩუსტი ჩასცხო, მე კი ყურში ჩავყვირე და ჯორჯს გაეღვიძა. რა ხრება? იკითხა მან და ლოგინში წამოჭდა. ადექი შეთავგაზიებულო ღრიელებდა ჰარისი, აცაკლია ჩარექი. რაო, ხაფიხმით იყვირა ჯორჯმა, ახტა ლოგინდენ და პირდაპირ აბაზანში ჩახტა. ვინ მეხტაცემულმა მოათრია ეს აქ? ჩვენ გამოუცხადეთ, მარიტოშ ტერი ვერ შეამჩნევდა მაგ აბაზანასო.
ჩაცმა რომ მოვამთავრეთ, გაგვახსენდა ჩვენი კბილის ჯაგრისები და სავარცხლები. კბილის ჯაგრისი რომ მომიღებს ერთხელ ბოლოს კი ვიცი. ჩანთებში რომ იყო უკვე ჩალაგებული. მოგვიწია დაბლა ჩავსულიყავით და თივის ზვინში რომ ნემს ჩააგდებ, ისე გვეძებნა ხელების ფათურით. ამას რომ მორჩით, ჯორჯმა გაპარსო მოინდომა და სამართებელი მოითხოვა. მაგრამ ჩვენ გამოუცხადეთ, რომ როგორმე უნდა მოეთმინა და ეს დილა გაუპარსავად დარჩენილიყო, რადგან ჩვენ არაფრის დიდებით არ გავხსნით ჩანთებს, არც მისი გულისთვის და არც არავისი, თუნდაც პაპა ჩვენები წამოდგარიყვნენ საფლავებიდან. ხომ არ გაგიჟებულ ხარ, ციტიში ასე როგორ უნდა წავიდე, კითხა მან. რა თქმა უნდა, სიტიში ხალხისთვის ადვილი არ იქნებოდა ეს, მაგრამ ახლა ჩვენთვის ეკითხათ, თუ როგორ ჩალად არ გვიღირდა მათი ტანჯვა. როგორც არის მათ თქვა თავისი ჩვეული ვულგარული ტონით, სიტის ამით გადაყლაპვა მოუწევდა. დაბლა საუზმეზე ჩავედით. მონმორენსიმ ორი სხვა ძაღლიც დაპატიჟა გასაცილებლად და დრო რომ გაიყვანათ ზღურბლზე, ერთმანეთს დაერივნენ. დავამშვიდეთ ქოლგით ყველანი და მერე კატლეტს და ცივად მოხარშულ ძროხის ხორცს ჩავუსხედით. კარგი საუზმე ყველაზე დიდი საქმეა, თქვა არისმა და კატლეტებს შეუდია. თქვა სანამ ცხელია დავეშურებით, თორემ ცივს რა დაშურება უნდაო. ჯორჯმა საიდანღაც გაზეთი დააწრო და ხმამაღლა გვიკითხავდა უბედურ ნაოსნობაში დაღუპულ ადამიანებზე და ამინდის პროგნოზზე, რომელიც მოგვიანებით წინასწარმეტყველებდა წვიმას, სიცივეს, სისველეს და მერე გამონათებას. ეშმაკმა იცის მარტო თუ რას ნიშნავს ეგ სიტყვები, არასაიმედო პროგნოზში ჩაკვახებული. დრო გამოშვებით ჭექა ქუხილი, აღმოსავლეთის ქარი, ქვეყნის შუაგულში ზოგადი უამინდობით, ლონდონი და სრუტე, ბარომეტრის სინდიყი ეცემა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სულელური და გამაღიზიანებელი მონაჩმახებიდან, რომლებიც შავი ჭირივით გადაგვკიდებიან, ეს ეგრეთ წოდებული ამინდის პროგნოზის თაღლითობა ყველაზე უფრო მძიმეა. ის წინასწარმეტყველებს გუშინდელი ან გუშინწინდელი დღის ამინდს და ზუსტად იმის საწინააღმდეგოს, რაც ხდება დღეს. მახსოვს ერთხელ როგორ ჩამშხამდა მთელი შვებულება გვიან შემოდგომას, მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებულ ამინდის პროგნოზს ვადევნებდი თვალყურს. კოკისპირული წვიმა და ჭექა ქუხილია მოსალოდნელი დღეს, იუწყებოდა გაზეთი ორშაბათს, ასე რომ ხელს ჩავიქნევდით პიკნიკზე და მთელი დღე სახლში ყურყუდებდით და წვიმას ველოდებოდით. ხალხი კი დასერინავდა გარეთ და ვხედავდით, როგორ ჩაგვივლიდნენ ხოლმე ღია ეტლებით და ფურგონებით. უდარდალები, მხიარულები, კმაყოფილები თავზე კაშკაშამზე დაჰნათოდათ და მოწმენდილი უღრუბლო ცა გადაჭიმულიყო. ვიძახდით თან წამოვიწევდით სკამებიდან, რომ ფანჯრიდან კარგად დაგვენახა პიკნიკზე მიმავალი ხალხი. უკან ხო ჩაჟიებულებს მოუწევთ დაბრუნება. იმის გაფიქრებაზე, თუ როგორი გამომპულები ჩამოივლიდნენ ცოტა ხანში, თვით კმაყოფილებისგან ხითხითებდით. მერე ბუხარში ცეცხლს გამოუჩხრეკდით, წიგნებს გადმოვალაგებდით და ნიჟარების და წყალმცენარების კოლექციებს თავიდან დავახარისხებდით. 12 საათისთვის სიცხემ შეგვაწუხა, რადგან ოთახში უხვად იღვრებოდა შუადღის მზის მწველი სხივები და ცოტა შევფიქრიანდით. კი მაგრამ, როდისღაც წამოვიდოდა კოკისპირული წვიმა და ატყდებოდა ჭექა ქუხილი. შუადღის მერე აუცილებლად გაწვიმდება, აინახავთ, ვეუბნებოდით ერთმანეთს. რას დასვალდებიან, კარგჩიც კი დაიჭერენ, აინამდვილად. პირველ საათზე დიასახლისი შემოვიდა, იმის საკითხავად, გასერინებას ხომ არ ვაფირებდით, რადგან ასეთი კარგი დღე იყო. რას ბრძანებთ უპასუხეთ ჩვენ. სხვებზე ბევრია რომ იცის ისეთი კაცის ღიმილით. ჩვენ? არა და არა, ჩვენინებით რატომ უნდა გავილუმპოთ? და როცა მზე ცისკიდურისკენ გადაიწვერა, წვიმა კი მაინც არ ჩანდა, თავს ახლა იმაზრით ვიმხნევებდით, რომ წვიმა ერთბაშად დასცხებდა სახლებისკენ მიმავალ მოპიკნიკეებს. ზედგზაზე თავშესაფარიც რომ არ სადაა, და ამიტომ თავფეხიანად გაიწუწებოდნენ, მაგრამ წვეთიც კი არ ჩამოვარდნილა და დღე ისევე დიდებულად დამთავრდა, როგორც დაიწყო და მას კიდევ უფრო დიდებული ღამე მოჰყვა. მეორე დილით პროგნოზი ასეთი იყო. თბილი მზიანი დღე, უცვლელი ამინდით, შუადღეს სიცხე. ჩავიცვით რაც შეიძლება შილიფად და სასეირნოდ გავეშურეთ. ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რაც ცხვირი გარეთ გამოვყავით, რომ კოკისპირულმა წვიმამ დასხო. სიცივე ძვალ რბილში ატანდა, ისეთი სუსხიანი ქარი ამოვარდა და მთელი დღე გამუდმებით წვიმდა და ქროდა. ჩვენ კი სახლში გაავებული რევმატიზმით და სურდოთით დავბრუნდით და ეგრევე საწოლს მივაშურეთ. ამინდი ჩემთვის სრულიად გაუგებარი ფენომენია. ინჩი-პინჩი არ მესმის. ბარომეტრი გინდა ყოფილა, გინდა არა, ისეთივე მატყუარაა, როგორც გაზეთი.
გასულ ზაფხულს ოქსფორდის ერთ-ერთ სასტუმროში გავჩერდი, რომელშევედი პარამეტრი უღრუბლო ამინდს აჩვენებდა. მაშინ როცა გარეთ თავსხმა წვიმა იყო და დილიდან ასე წვიმდა. ვერაფრით ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ბარომეტრზე მსუბუქად დავარტყი თითები და ეგრევე მაღლა ავარდა და ახლა უნალექო ამინდს აჩვენებდა. სასტუმროს პორტიემ ჩაიარა, გაჩერდა და თქვა, ალბათ ხვალინდელი დღის პროგნოზს უჩვენებსო. მე კი დარწმუნებული ვიყავი, 2 კვირის წინანდელი ამინდი ჰქონდა ბარომეტრს გუნებაში, მაგრამ პორტიემ თქვა, არა მგონიაო. მეორე დილით ისევ დავარაგუნე თითებით ბარომეტრზე და კიდევ უფრო მაღლა ავარდა. ამ დროს თავსხმა წვიმა გარეთ წარღვნად გადაიქცა. 4 შაბათს ისევ უთავაზე 1-2 და ის არის ისევ უღრუბლო დღეს დაუბრუნდა. ისეთი ხმაურია. დედა, ცოტა ნაკლები რო იხმაურო შეიძლება. მერე უნალექო ამინდი და მერე ჰაერის მაღალი ტემპერატურა. მეორე დილით ისევ დავარაგუნე თითებით ბარომეტრზე და კიდევ უფრო მაღლა ავარდა. ამ დროს თავსხმა წვიმა გარეთ წარღვნად გადაიქცა. 4 შაბათს ისევ უთავაზე 1-2 და ის არის ისევ უღრუბლო დღეს დაუბრუნდა. მერე უნალექო ამინდი და მერე ჰაერის მაღალი ტემპერატურა. სანამ ზამბარამ არ გააჩერა. იგით ვეღარ ავიდოდა, ძალიან ცდილობდა, მაგრამ ინსტრუმენტი ისე იყო მოწყობილი, რომ ამაზე უკეთეს ამინდს ვერ უჩვენებდა, თუ მექანიზმს არ დააზიანებდა. ცხადია, უნდა უფრო მაღლა გაენავარდა და ეწინასწარ მეტყველა გვალვა, უწყლობა, მზის დარტყმა და უდაბნოს ქვიშის ქარიშხლები, მაგრამ ზამბარა უშლიდა და იძულებული იყო უნალექო ამინდით დაკმაყოფილებულიყო. ამასობაში კი წვიმა ისე აზღავნდა, თითქოს სათლებით უშვებენო ზეციდან და ქალაქის ყველა ნაწილი მდინარის ადიდების გამო წყალქვეშ მოექცა. ქვედა ნაწილი. პორტიემ განაცხადა, რომ ალბათ დადგება დღე, რომელსაც ბარომეტრი ხედავს და ექნება დიდებული ამინდით დღემიყოლებით 1 თვე და მერე ლექსიც წაიკითხა, რომელიც პროგნოზის ზემოთ ეწერა. რაც დიდი ხნის წინ უთქვამ, დღე გრძელია, რაც გუშინი თქვა, დღე მოკლე. იმ ზაფხულს მზე აღარ გამოსულა, ის დღე დამჩენია ვიფიქრო, რომ ის აპარატი მომავალ ზაფხულს გულისხმობდა. არსებობს ახალი ტიპის ბარომეტრებიც. მრგვალი კი არა, ის არის სწორი, ვერც თავს უგებ, ვერც ბოლოს. ერთხარეს 10 AM-ი აწერია გუშინდელი დღისა, მეორეს 10 AM-ი დღევანდელი დღისა. მაგრამ დროის დამთხოვა ძნელია, სულად ხო ვერ შეამოწმებ ბარომეტრს. ეცემა და მაღლა ადის წვიმის და კარგია ამინდის შესაბამისად. ერთ ბოლოში NLY აწერია, მეორეში ELY. ელი საერთოდ რა შუაში არ ვიცი. თუთიც და არტყამ არაფერ შრება. ზღვის დონეზე გიწევს გასწორება და ფარენჰაიტამდე დაყვანა და მთელი ამდენი ამბის მერე მაინც არ გაქვს პასუხი. საერთოდ კი ვის რად უნდა წინასწარ იცოდეს ამინდი? როცა გავადრდება, მაშინაც გვეყოფა. წინასწარ არ ვიხეთქოთ გულები. ყველაზე კარგი წინასწარმეტყველი მაინც ის მოხუცი კაცია, რომელიც განსაკუთრებით მოღუშულ რომელიმე დილას, როცა მთელი სულით და გულით გვინდა რომ გამოიდაროს, ჰორიზონტს გახედავს 4 კუთხით, განსაკუთრებით შორს წვეტელი თვალით დაამოთქვამს. არა ბატონო, მე მაინც გონია გამოიდარებს. მზე აუცილებლად გამოაშუქებს. აი ნახეთ თუ არა. აი ამან კი დანამდვილებით უნდა იცოდეს, ვამბობთ დამშტობებისას და გზას ვადგებით. რასავცარია, როგორ გრძნობენ ამინდს ასეთი მოხუცები. დაანკაცისადმი განსაკუთრებული სითბოთი გვავსება გული და ამას ვერაფერს აკლებს ის ფაქტი, რომ არ გამოუდარებია და ისევ დაჟინებით წვიმს. არაუჯერს ვიძახით ჩვენ, რაც შეეძლო მოიდომა, მაგრამ თუ კაცს ღმერთი გაუწყრა და ცუდი ამინდი გვიწინასწარმეტყველა, გულში შხამი და ბოღმა გვეღურება და მხოლოდ შურისძიებაზე გვეფიქრება. არა ბატონო, შიშობისა შეიკრა პირი მთელი დღე არ გადაიღებს, გვპასუხობს თავის ქნევით. ბებერი გამოყეჭყეჩებული სულელი ბურტყუნებს ჩვენთვის. რა გაეგება ახლა ამას ამინდისა და თუ მისი სიტყვა გამართლდა, უკან მასზე უფრო გულმოსულები ბრუნდებით, რადგან გულის გულში ბუნდოვანი განცდა გრჩება, რომ ამ ამინდში ასე თუ ისე მისი ხელიც ურავია. ამდენით კი მზე კაშკაშებდა და სხივებს უხვად გზავნი და მიწაზე. ჯორჯის სისხლის გამყინავი წანაკითხი სინდიყის ვარდნაზე, ატმოსფერულ ცვლილებებზე, რომელიც მთელ სამხრეთ ევროპას გადაულითა, წნევის ზრდაზე და ასეთ რამებზე გუნებას ვერ მოგვიშხამავდა და რადგანაც მიხვდა, რომ ხასიათს ვერ წაგვიხდენდა და დროს ტყუილ უბრალოდ კარგავდა, ის სიგარეტი ამცინცლა ასე გულმოდგინედ რომ შევახვია ჩემთვის და წავიდა. ანუ აქ მოხუცი კაცების მაგალითზე რა პარალელი შემიძლია გაავლო არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის გვიჭირს ფაქტების ნდობა და ძალიან ადვილად ვენდობით ადამიანებს. ესეც რაღაც სუბიექტური ფაქტორია, რომელიც ყველას გვაქვს.
ანუ მშრალი ფაქტი, ან ის ფაქტორია, რომ ჩვენ ყველაფერს ანთროპოგენურად ვუყურებთ, ანუ ყველაფერი ანუ ღმერთს ადამიანის სახე აქვს, ბუნებაში რაღაც ადამიანის იმას ვეძებთ, ამბავი გვაინტერესებს, ანუ რაღაცა გულზე გვეხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს გადახდა თავს, მაგალითად ისტორიული მოვლენები, ცარიელი ფაქტები აბსოლუტურად ყველანაირ მნიშვნელობას მოკლებულია ჩვენთვის და არ გვახსოვდება, მაგრამ თუ მაგალითად ავიღებთ გმირს, ხო, თუნდაც მაგალითად ლიტერატურას რატო აქ ამხელა ძალა, რომელიც ჩვენ სიმპათიას მოიპოვებს და გავყვებით თავგადასავალში, მაშინ გულზე შეგვეხება და ყველაფერი დაგვამახსოვრდება. ამიტომ მაგალითად დავით გურამიშვილის დავითიანში მისი თავგადასავალი ასეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მის გზას მივყვებით, მის ემოციებს ვიზიარებთ, რეალური ცოცხალი ადამიანის და ამიტომ გაცლებთ, უფრო ცხადი ხდება იმ ეპოქის მდგომარეობა, სიტუაციაც, რაც შეუძლებელია ფაქტებმა მოგვცეს. ერთი მხრივ კარგია ეს, ხო? ერთი მხრივ ეს ჩვენი ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, ჰუმანური ადამიანური ელემენტია ამბავი, მეორე ადამიანის ანუ ამბავი, რომელშიც გმირი ჩვენ ვხდებით, რომელშიც ვივიწყებთ საკუთარ თავს და გმირის გზას მივყვებით და ამით ვიზრდებით, ვსწავლობთ, ვემზადებით რაღაცისთვის ამბავი, რომელთაც სამყაროს შევიცნობთ. მაგრამ მეორე მხრივ, ანუ როგორც ყველაფერს სამყაროდ, სამყარო დუალისტურია და ყველაფერს თავისი ორი მხარე აქვს, ბნელი და ნათელი. მეორე მხრივ შეიძლება მეტისმეტად გავხდეთ დამოკიდებული ადამიანებზე, მეტისმეტად მხოლოდ ადამიანური ფაქტორი გქონდეს და ყველაფერი დავიჯეროთ, რასაც გავიგებთ, ხო? რაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ამბავი რეალობასთან მიმართებით უნდა შეამოწმო, ფაქტებთან მიმართებით უნდა შეამოწმო, შინაგან საკუთარ რეალობასთან და განცდებთან უნდა დააპირისპირო და გამოჩხრიკო, ან მართალია არ არის მართალია, ემთხვევა, არ ემთხვევა, განსხვავება, მსგავსებაა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს რთული საქმეა, მძიმე საქმეა, ამიტომ ყველაზე მარტივი ალბათ ის არის, რომ დავიჯეროთ არ გვიჯეროთ ეს ფაქტებს და გვიჯეროთ ეს ადამიანებს და ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს განსაკუთრებით მძიმე საკითხია, იმიტომ რომ ადამიანი ჩვენ ისედაც ავტორიტეტის პრობლემა გვაქვს, ხო? ჩვენ წლები გვწვრთნეს და გვასწავლეს ის, რომ ვენდოთ ავტორიტეტებს და არ ვენდოთ ფაქტებს, ანუ ვენდოთ სხვის ორთვალს და არ ვენდოთ ჩვენ ორთვალს, ვენდოთ სხვის ემოციებს და განცდებს და არ ვენდოთ ჩვენს ემოციებს და განცდებს. ანუ რამდენს გქონიათ ის შემთხვევა, რომ ფიქრობთ გამოიცნოთ მეორე ადამიანის თავში რა ხდება, ის როგორ აღიქვამს შენ ქცევას, ან ის როგორ ნეტა რას ფიქრობს, ხო? რისი გაგებად შეუძლებელია, ასე დაჯდა დაიფიქრო, რომ ნეტა ის რას ფიქრობს შეუძლებელია. ან ჯერ ის უნდა გაიგო შენ რას ფიქრობ და მერე შეიძლება გაიგო ის რას ფიქრობს. ისიც მთლიანად არა, ანუ შეუძლებელია მთლიანად ჩასწვდა მეორე ადამიანის აზრებს და ფიქრებს, ხო? შენსაც კი შეგიძლია თავიდან ბოლომდე ჩასწდა. და მე მაგალითად ბევრჯერ შემხვედრია განსაკუთრებით სრულმორწმუნე ადამიანებში და განსაკუთრებით მთაში ეს ამბავი, ხო, რომ ვიღაცა კარგს გეტყვის და ფაქტებს კი არ აგვირდები, არამედ ეს ადამიანს აქვს რაღაც ზებუნებრივი ძალა და უყვარხარ და ამიტომ გიწინას წარუწყლებს კარგს და გინდათ არ ახდეს მაინც კარგად და ვიღაცა რეალურ ფაქტს გეტყვის, ანუ როგორც აქ ეს კაცი ეუბნება, ხო, რომ აშკარაა, რომ ცვიმს და არ გადაიღებს და იმის მაგალითად რომ ფაქტ შეხედო, თვალი გაახრილო და რაღაცა ისწავლო და იქნა ამ ადამიანს ადანაშაულებ, რომ აი შენ გაქვს ცუდი ფეხი და ეს იმდენად არის გამჯდარი, არა მარტო ანუ ზოგადად მოსახლეობაში, რომ ანუ გაიძულებს, რომ გაჩვენდა, ხო, და ფაქტებზე საერთოდ არ ილაპარაკო, იმიტომ რომ მე შენ გამოდიხარ ცუდი ამბის მომტანი, რაღაცა ყვავი, ანუ შენ რო თქვი, იმიტომ მოხდა ესე, შენ დამთარსე და ასე შემდეგ. შეიძლება თითქოს ეს ყველაფერი იუმორის საბურველშია გახოული, მაგრამ არც ეგრეა ამ საქმე, ანუ როგორც თქვი, წრუმანებიდან იწყება ყველაფერი. თუ წრუმანებს მოაგვარებ შენ თავში და შეგრძელებით გადალახავ და მიხვდები, რომ სისულელეს აკეთებ, თავს დასცინებთ. იმის იქით გაიხედები, მაშინ გეშველება, თუ ამას არ გაკეთებ, მაშინ წახვალ უფრო ანუ ნელ-ნელა წახვალ უფრო დიდი იმისკენ, იმიტომ რომ ადამიანი ერთ ადგილზე არ დგას, ან პროგრესს განიცდის, ან რეგრესს განიცდის. და თუ დამოუკიდებელი ნება არ აქვს, თუ პოზიციას არ იკავებ, თუ გარედან არ უყურებ რაღაცებს, თუ არჩევანს არ აკეთებ, მაშინ აუცილებლად რეგრესისკენ მიდიხარ. ამიტომ არის რომ მაგალითად ანუ მაგალითად გვეჩვენება, რომ მარგო
და რა ვთქვათ, კესო ხო თარანქრივიდან. კესო თითქოს უკეთესია მარგოზე, მაგრამ სინამდვილეში იგივე გზაზე დგას. ან მათ შორის პრაქტიკულად განსხვავება არ არის, იმიტომ რომ დროის რაღაც მონაკვეთში კესო ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც მარგოა და რა განსხვავებაა ხო თუ შევხედავთ დიდი პლანიდან, დიდი გადასახედიდან, თუ შევხედავთ მთის მწვერვალიდან ხო, თუ ანუ ესე ვთქვათ, მარტო ჩვენი პატარა ჭოგრიტიდან კი არ შევხედავთ, უფრო დიდი ჰორიზონტებიდან შევხედავთ. ხო, ასე რომ ეს დიდი პრობლემაა. ახლა ვაგრძელებისო. მე და ჰარისმა მაგიდაზე რაც იყო, იმასაც ჩანთებს ჩაუძახეთ, ბარგი კარის ღრუხთან მივაგორეთ და კებს დავუწყეთ ლოდინი. ყველაფერს ერთად რომ მოუყარეთ თავი, კარგა გვარიანი ბარგი შეგვიგროვდა. ერთი გლედსტოუნი და პატარა ხელჩანთა, 2 საჭმლის კალა და ნოხების დიდი გორგოლა, 4 თუ 5 პალტო და მაკინტოში და რამდენიმე ქოლგა. ამის გარდა ჩანთაში მარტოსულად გამოწყდეული ნესვი, რადგან სხვა ნივთებთან ვერ ჩაეტავა და რამდენიმე ფუნტი ყურძენი, მეორე ჩანთაში და იაპონური ქაღალდის ქოლგა. ტაფა, რომელიც ისე გრძელი იყო, ჩანთაში ვერ ჩავტიეთ და გარედან შემოვაკარეთ ყავისფერი ქაღალდით. ძალიან ბევრი ჩანთა და ჰარის და მე ნელ-ნელა სირცხვილის გრძნობა შემოგვეპარა, თუმცა რატომ უნდა ყოფილიყო ბევრი ბარგი სამარცხვინო, ნამდვილად ვერ ვიტყვი. კებმა არ ჩამოიარა, მაგრამ ქუჩის ბიჭები კი ხელად გამოჩნდნენ. ჩვენმა სპექტაკლმა მათი ყურადღება მიიზიდა და ცნობის მოყვარობის დასაკმაყოფილებლად გაჩერდნენ. ბიქსის ბიჭი პირველი მოგვიახლოვდა. ბიქსი ჩვენი მემწვანელია და მისი მთავარი ნიჭი, რაც კი ოდესმე ცივილიზაციას შეუქმნია, ყველაზე უფრო თავმიშვებული და უპრინციპო ბიჭების ხელზე მოსამსახურეებად დაქირავებაა. თუკი ჩვეულებრივზე უფრო გაღლეტილი ბიჭი გამოჩნდება ჩვენს სამეზობლოში, ვიცით რომ უკვე ბიქსის ყველაზე ბოლო დაქირავებულ ხელზე მოსამსახურესთან გვაქვს საქმე. ისიც კი მითხრეს, რომ კორამ სტრიტის დიდი მკვლელობის დროს თელმა ჩვენმა ქუჩამ ძალიან სწრაფად დაასკვნა, რომ ბიქსის ბიჭი უნდა ყოფილიყო თავი და თავი ყველაფრისა და ნამდვილად ცუდად წავიდოდა საქმე უტყუარი ალიბი რომ არ შეეგებებინა ნომერ 19-ის სასტიკი ირიბი დაკითხვისთვის. 21 ნომერის ჩაერთო ამ საქმეში, რადგან კიბეებზე იდგა სრულიად შემთხვევით. როცა მკვლელობის მეორე დილით შეკვეთებისთვის გამოიძახეს, მაშინდელ ბიქსის ბიჭს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მას მერე რაც მაგ ბიჭების ხელში გამოვიარე, ვნახე და ვისწავლე, იმ ალიბს მაგდან მნიშვნელობასაც არ მივანიჭებდი. ბიქსის ბიჭმა, როგორც უკვე ვთქვი, ქუჩის კუთხეს შემოუხვია. თავიდან ეთყობოდა, რომ გამალებული მიჩქარდა სადღაც, მაგრამ როცა პირველად გამოეცხადა ეს ხატება და თვალი მოჰკრა ჩემი, ჰარისის, მონმორენსის და ჩვენი ბარგის უცნაურ სურათს, ნაბიჯი შეანელა და მოგვაშტერდა. მე და ჰარისმა წარბები შევუკარით. ამას შეიძლება უფრო მგრძნობიარე ბუნების არსებაზე ემოქმედა, მაგრამ ბიქსის ბიჭები, როგორც წესი, ეგეთი დედიკოს ბიჭები არ არიან. დაახლოებით 1 იარდის დაშორებით ჩვენი კიბეებიდან ადგილზე გაქვავდა. რიგულებს მიიყრნო, ჩალისღერი აარჩია ჩასაღეჭად და თვალებით საბოლოოდ ამოგვიღო მიზანში. სრულიად გასაგები იყო, რომ ფეხს არ მოიცვლიდა, სანამ არ გაკვაცილებდა. ქუჩის მეორე მხარეს მებაყლის ბიჭმა ჩაირბინა. ბიქსის ბიჭმა გასახა. ჰეი, 42-ის პირველი სართული გადასახლებისთვის ემზადება. მებაყლის ბიჭმა ქუჩა გადმოირბინა და კიბის მეორე მხარეს დაიკავა პოზიცია. მერე ჩექმების მაღაზიის ახალგაზრდა ჯენტმენი შეყავდა და ბიქსის ბიჭს შევამხანაგდა. ხოლო ლურჯი ლუთხანების ცარიელი თუნუქის კილების ზედამხედველმა განცალკევებით მონახა ადგილი ტორტუარზე. დამშევა ნამდვილად არ ემუქრებათ, არა? იკითხა ჯენტმენმა ჩექმების მაღაზიიდან. ეხლა 1-2 რამ კი უნდა წაიღოთ, ან თუ ატლანტის ოკეანის ნავით გადალახვა განსრახული არ დააყოვნა პასუხი ლურჯმა ლუთხანმა. ეგენი ატლანტის ოკეანის გადასარვას არ აპირებენ, ჩაერია ბიქსის ბიჭი. ეგენი სტენლის საძებნელად მინდიან მინდორვალებზე. ამასობაში ჩვენ წინ თავი მოიყარა პატარა, თუმცა მაინც ჯგრო და ხალხი ერთმანეთს ეკითხებოდა, ვინმე თუ იცოდა რა ხდებოდა აქ. ერთი ჯგუფი ახალგაზრდა და მხიარული მოქალაქეებისა ვარაუდობდა, რომ ქორწილი იყო. ჰარისი იძახდნენ ნეფეაო. მეორე უფრო ასაკოვანი და დაფიქრებული ნაწილი მოსახლეობისა იმ აზრზე იდგა, რომ გასვენება იყო და ჩემზე იძახდნენ ეს ალბათ დაუპულის მაო. აქაც რამდენ მიკერძოებულები ვართ და რამდენ განსაზღვრავს ჩვენ ასე ვთქვათ წარმოდგენებს, თუნდაც ასაკი, ხო, თუნდაც ის სუბიექტური სწრაფებები, რაც გვაქვს ცხოვრებისეული გამოცდილება და რამდენად აცდენილია ეს ყველაფერი რეალობას და რომ ესო ცხოვრობთ რეალურად. ბოლოს და ბოლოს ცარიელი ეტლიც გამოჩნდა. ზოგადად ეს ისეთი ქუჩაა, სადაც როგორც წესი, როცა ეტლი არავის არ უნდა, წუთში 3 ცალი ჩამოიხრიგინებს.
სეირნობას გადაწყვეტს და გზას ჩაგიკითხო. აი ხა მაგალითად ჩემო გადაწყვიტა საბოტაჟი გამოვცხადო გაკვეთილს შადრევანივით ასხას წყალი, ასე ვთქვათ, იბრაგუნოს აივანზე დაანგრიოს ყველაფერი რაც აქ მიხვდეთ იმისა რომ გავფრთხილეთ და წინ მიხვდეთ იმისა რომ თხოვე არ იხმოვან მეთქი რას ისე სამი ყაძახი ნავში მონმორენსი ბოლოს ცარიელი ეტლიც გამოჩნდა. ზოგადად ეს ისეთი ქუჩაა, სადაც როგორც წესი, როცა ეტლი არავის არ უნდა, სამცალი ჩამოიხრიგინებს, სეირნობას გადაწყვეტს და გზას ჩაგიკეტავს. მან შემდეგ რაც ჩვენი ბარგი ბარხანიანად მოვთავსდით და მონმორენსის მეგობრები, რომლებსაც ეთყობა გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ არასოდეს მიეტოვებინათ ის შეძახილებით დავაფრთხეთ, შიგ-შუა ბრბოში გავიარეთ. აქეთ-იქით გამომხნევებელი შეძახილები და ჟივილ-ხივილი ისმოდა. ბიქსის ბიჭმა სტაფილოც კი გვესროლა კარგი იღბლისთვის. აი ასე იქნება ხოლმე ანუ ქარშხალჭიქაში აურზაური არაფრის გამო და ასე შემდეგ ბრბოს ასე ვთქვათ დინამიკა ვატერლოოში 11 საათზე მივედით და ვიკითხეთ 11-ის 5 წუთიანი რომელი ბაქნიდან გადიოდა რა თქმა უნდა არავინ არაფერი იცოდა ვატერლოოში საერთოდ ზოგადად არავინ არ იცის მატარებლები საიდან გადიან ან საითკენ მიდიან მუშა რომელმაც ჩვენი ჩანთები აიღო ფიქრობდა რომ მატარებელი მეორე ბაქნიდან გადიოდა მაგრამ მეორე მუშა რომელთანაც ეს საკითხი უფრო ღრმად განიხილა ამბობდა რომ ჭორად მოჰკრა ყური რომ მატარებელი პირველი ბაქნიდან გავიდოდა სადგურის უფროსი კი ღრმად იყო დარწმუნებული რომ მატარებელი რომელი ბაქნიდანაც არ უნდა გასულიყო მაინც ამ სადგურიდან გავიდოდა აი ეს მდგომარეობაა კანონთან ჩვენთან ანუ კანონი და ან წარმოიდგინეთ სოლჟენიცინი წერს რომ უბრალოდ კოდექსი არ იბეჭდებოდა რომ ხალხს კანონი არსებობდნენ და წელს კი არა ეხლა ანუ მაცნე გვაქვს ხო ანუ კომპიუტერული ის არის რაც ყველა კანონი დევს აბსოლუტურად შეიძლება წახვიდე და წაიკითხო ის მაგალითად რომ ხალხი წავიდეს და წაიკითხოს კანონში რა წერია მარჩიელობენ იმან ჭორად მოჰკრა ყური რომ ესე იყო და ის დარწმუნებულია რომ არა და მე თუჩემო და საერთოდაც ნებისმიერ საკითხს სადაც ფაქტს ეხება სახით თვითონ ადგილობრივ თვითმმართველობის აპარატებში ანუ მოხელეებს შორის ხო რომლებიც მაინც უნდა დარწმუნებულები იყვნენ და კანონი უნდა იცოდნენ ზუსტად ესეთი მდგომარეობაა და აქედან ანუ ესეც ალეგორიაა ხო ბოლო რომ მოგვიღო ამ გაუგებრობისთვის მაღლა ავედით და სატრანსპორტო მოძრაობის ზედამხედველს დავეკითხეთ. მან კი გითხრა ახლა ხა შევხვდი ერთ კაცს რომელმაც თქვა მატარებელი მესამე ბაქანზეაო. ასე რომ იქითკენ გავეშურეთ, მაგრამ იქაურმა მოხელებმა გვაცნობის რომ უფრო იმის შეერდათ რომ ეს მატარებელი ან საუთჰემპტონის ექსპრესი იყო ან უინძორის წრე. საჭუჭმანოდ მიაჩნდათ ის რომ შეიძლებოდა კინგსტონის მატარებელი აღმოჩენილიყო, მაგრამ საიდან ეს ფუნდოვანი ეჭვები და ურთიერთგამობრისხევი კონფლიქტები ამაზე სათქმელი არაფერი ჰქონდათ. მერე ჩვენმა მუშამ თქვა, გული მიგრძნობს, რომ აღლითა ბაქნიდან უნდა გადიოდესო. თქვა მატარებელს ერთი დანახვით ვცნობო, ასე რომ ავედით სულზევითა დონის ბაქანზე და მე მანქანე ვინახულეთ. ვკითხეთ, კინგსტონში მიდიოდა თუ არა, მან გვითხრა დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ეგრეთ ჩანს გქონი რომ მივდივარო. ყოველ შემთხვევაში ის კი ფაქტი იყო, რომ თუ 11-ის 5 წუთიანი კინგსტონის მემანქანე არ იყო, მაშინ 9 საათისა და 32 წუთიანი ვირჯინია ვოთერსი ან 10 საათიანი ვაიტის კუნძულის ექსპრესი ან რაველივე მაგ მიმართულების მატარებლის მემანქანე მაინც იქნებოდა და საერთოდაც მივიდოდით ადგილზე და ზუსტად გვეცოდინებოდა რომელი მატარებელი იყო. ზუსტად ეგრეა. ანუ რა მნიშვნელობა აქვს როგორ იწყებ და რანაირად იწყებ ხო მიხვალ და გაიგებ ანუ შედეგებით ხომ მიხვდები რა სისულელები გააკეთე და სხვაგან რომ მოყოფ თავს მე რა მოხდა და საერთოდაც ყველაფერი თავისით გაკეთდება აი ეს პათოსი აქვს ჩვენთან ამოქალაქეებს ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ მოსწავლეებს მუჩი ნახევარი კრონა ჩავუცურეთ და შევევედრეთ 11 საათისა და 5 წუთიანი კინგსტონი აერჩია. მაინც ვერასოდეს ვერავინ გაიგებს ამ ხაზზე ვინ ხართ და საით მიდიხართ უთხარით. წასაცილო. ასე შეუმჩნევლად გაძვერით და კინგსტონისკენ აიღეთ გეზი. რა ვიცი, ჯენტმენებო, გვიპასუხა კეთილშობილმა კაცმა, მაგრამ ალბათ რაღაც მატარებლები კინგსტონისკენ უნდა დადიოდნენ და დაემებიყო. ეგ რაღაც მატარებელი მომეცით აქ ნახევარი კრონა
ასე ჩავედით კინგსტონში, ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ რკინიგზიდან. ამის მაგალითია მაგალითად, როდესაც ევროპასთან მიმოსვლა გაიხსნა და უვიზო რეჟიმი დამყარდა, ხალხი მაინც ფულს უხდიდა ვიღაც არ ვიცი ინტრიგან თანამემამულეებს და ლაპარაკი უბრალოდ ფულზე არ იყო, ანუ ხალხი საშოსაბადოს ყიდიდა და 5,000 ევროს უხდიდა ამ ხალხს ღია სავიზო მიმოსვლის დროს, როცა გაგიშვებდნენ ისედაც. მაგრამ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამას რაღაცა ხრიკები ჰქონდა, რაც გარანტიას მისცემდა, სრულ გარანტიას, რომ საზღვარზე არ შეჩერებდნენ და იქ ადგილზე დაიტოვებდნენ, რაც რა თქმა უნდა ასევე სისულელე იყო. და ეს ადამიანი პრაქტიკულად არაფერს იღებდა 5,000 ევროს და 100 ადამიანი არის უამრავი და 100 ადამიანებს ხალხის აი ეს თვისებები აძლევს უფლებას, რომ ალბათ ფიქრობენ, რომ მაინც დებილი თაღლითის ფილოსოფია ხო მაინც დებილია და რაღა სხვა გაძარცვოს, მოდი მე გავწკნა. ასე ჩავედით კინგსტონში, ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ რკინიგზიდან. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ჩვენი მატარებელი ექსეტერის ექსპრესი ყოფილა და ვატერლოოში ხალხი თურმე საათობით დაეძებდა და მაინც ვერ გაიგეს მიწა მოყოფილი სამჭაყლაფა. ჩვენი ნავი ხიდის ქვეშ გვიწვდიდა კინგსტონში და ნავისკენ გავიკვალეთ გზა. ნავს შემოუწყოთ ჩვენი ბარგი და ნავში შევდგით ფეხი. ხომ კარგად ხართ ბატონებო, გითხენი კაცმა, ვართ, კარგად უპასუხეთ ჩვენ და ჰარისი ნიჩბებთან მე კილთან უბედური მონმორენსი ღრმად დააჭრებული რომ იცქირებოდა ნავის კიჩოზე, ჩვენ ყველა ერთად გავსრიალდით წყალზე, რომელიც შემდეგი 2 კვირის განმავლობაში ჩვენი სახლი უნდა ყოფილიყო. აქამდე ვთარგმნე და მეტი არც მე მაქვს წაკითხული, მაგრამ წარმომიდგენია ხელებს ვიფშვნეთ სიამოვნებით და პირში წყალი მომდის იმის წარმოდგენაზე, თუ რამდენი გიჟური თავგადასავალი უნდა გადახდეთ კიდე თავს. ასე რომ სამი ყაზახი ნავში გამშვიდობება სანამ შემდეგ თავებს არ გადავთარგმნი, რაც როდის იქნება არ ვიცი. თუმცა აღმოაჩინე, რომ სოლჟენიცინის შაშადელი თარგმანები კიდე მაქვს დასაკითხი და ალბათ იმას წავიკითხავ შემდეგ დღეებში. კარგად ვზარდებოდეთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ და გისურვებთ სიცილს და უპირველეს ყოვლისა სიცილს საკუთარ თავზე.